შინაური ცხოველები ბევრისთვის უკვე ოჯახის სრულფასოვანი წევრები არიან, შესაბამისად იზრდება მოთხოვნა მათ ხარისხიან საკვებზე, სწორ მოვლასა და პასუხისმგებლიან დამოკიდებულებაზე. ამ მიმართულებით უკვე დიდი ხანია ოპერირებს ბაზარზე კომპანია ნუტრიმაქსი, რომელიც საქართველოში ძაღლებისა და კატების საკვების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია. კომპანია ყოველწლიურად 25,000 ტონაზე მეტ პროდუქციას აწარმოებს, ფლობს რამდენიმე ბრენდს და საკუთარ პროდუქციას უკვე უცხოურ ბაზრებზე წყიდის. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბრენდ კომპეტენტოსაც, რომელიც არა მხოლოდ საკვებს, არამედ შინაური ცხოველების კვებისა და მოვლის შესახებ საგანმანათლებლო პლატფორმასაც ავითარებს. როგორ იცვლება მომხმარებლის დამოკიდებულება, რატომ იზრდება მოთხოვნა ადგილობრივ წარმოებაზე და რა პოტენციალი აქვს ქართულ პროდუქციას საერთაშორისო ბაზარზე, ამ თემებზე ვისაუბრებთ კომპანია ნუტრიმაქსის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი ჩიტაიშვილია. დილიდან ჩვენი სტუმარი. ბატონო გიორგი, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. როგორც აღნიშნეთ, ბოლო წლებში საქართველოში მნიშვნელოვნად არის შეცვლილი დამოკიდებულება შინაური ცხოველების მიმართ, მათი მოვლის, კვების და ასე შემდეგ. შესაბამისად, გაზრდილია მოთხოვნა როგორც საკვები, ასევე მოვლის საშუალებების მიმართულებით. რა სურათი გვაქვს ბოლო პერიოდის ცვლილებები, რომ შევაფასოთ? დიდი მადლობა თათია, მოგესალმებით დილა მშვიდობისა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. დიახ, მართლაც ვძანებთ, მართლაც რომ ეს კულტურა, ასე ვთქვათ, კომპანიანი ცხოველების, შინაური ცხოველების მოვლის, მათი ოჯახის წევრად აღქმის, დიდი ხანია საქართველოში უკვე არის ეს ტენდენციები, ჩვენ უკვე დავინახეთ სადღაც 2020 წელს, როცა ამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, ბაზარი უკვე განვითარდა და დღეისათვის ეს ბაზარი დაახლოებით 1800 ტონა მშრალი საკვებია, მხოლოდ მშრალი საკვებზე თუ ვისაუბრებთ, რაც წინა წლებთან შედარებით საკმაოდ ზრდა არის, ანუ წლიურად დაახლოებით 15-20% იზრდება და ეს ტენდენცია არის მთლიანად მთელს მსოფლიოში. ეს არის რაღაც, ასე ვთქვათ, შეიძლება დავარქვა რაღაც სუბკულტურა, რომელიც მოიტანა, ვთქვათ, ურბანული ცხოვრების განვითარებამ და არა მარტო ეს უკვე რეგიონულ კულტურაშიც ვრცელდება. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფუნქციურად დღესაც საქართველოშიც და საქართველოს მისდევს იმ ტენდენციებს, რაც გლობალურად მსოფლიოში არსებობს. ფუნქციურად უკვე კომპანიური ცხოველი, შინაური ცხოველი არა მაგალითად როგორც სახლის მცველი ან ოჯახის უფრო არის უკვე რაღაცა ოჯახის ღირსეული წევრი, რომელიც ყველას უყვარს, განსაკუთრებით ალბათ ბავშვებს და მომხმარებლის ქცევაც საკმაოდ იცვლება ამ მიმართულებით. და მათზე ღირსეული ზრუნვა, პასუხისმგებელი დამოკიდებულება, მათი სოციალურ სხვადასხვა გარემოში ადაპტირება, მნიშვნელოვანი საკითხებია და ჩვენი ერთ-ერთი ბრენდი კომპეტენტო, ჩვენ კიდე და 5-6 ბრენდი გვაქვს მის გარდა. კომპეტენტო სწორედ ამისკენ არის მოწოდებული, მისი ფილოსოფია არის ის, რომ ვასწავლოთ, ასე ვთქვათ, პატრონებს და დღეს უკვე ეძახიან ამ ადამიანებს, ასე ვთქვათ, მშობლებსაც, ვასწავლოთ პასუხისმგებელი მოპყრობა, სწორი კვება და ბევრი სხვა რამ, რაც მოითხოვს უკვე თანამედროვე მიდგომები მოითხოვს, რომ სწორი ქცევა და სწორი კვება, სწორი ადაპტაცია სოციალურ გარემოში არის ძალიან მნიშვნელოვანი. კი ბატონო, გადავიდეთ საკვების ნაწილზე და ვისაუბროთ თუ რა კრიტერიუმებით იქმნება ცხოველთა საკვები დღეისათვის უკვე ჩვენთან საქართველოში და pet food ინდუსტრიის სტანდარტებს, საერთაშორისო სტანდარტებს რამდენად თქვათ ჩვენ ვუწყობთ ფეხს? ხო, pet food ინდუსტრიის სტანდარტები არის დღესდღეობით იქიდან გამომდინარე რა ტენდენციებიც ვახსენეთ, საკმაოდ მაღალი და წლიდან წლამდე იზრდება. ხარისხი, უვნებლობა არის ესეთი ქვაკუთხედი ამ წარმოების, იმიტომ რომ ფაქტიურად ეს უკვე უტოლდება ადამიანთა კვების სტანდარტს, იმიტომ რომ როგორც აღნიშნეთ, ეს ცხოველები იქცნენ უკვე ოჯახის წევრებად და შესაბამისად ის განცდები და ის პასუხისმგებლობა, რაც ოჯახის წევრის მიმართ გააჩნია, ზუსტად იგივე სტანდარტებს უწესებს მომხმარებელი წარმოებას. აქედან გამომდინარე, ეს არის რთული წარმოება, რომ შევადაროთ მაგალითად ჩვენ გვაქვს 16 წლიანი გამოცდილება საკვები ცხოველთა კვების პროდუქტების წარმოების, თუმცა აი 2022 წლიდან მიღებული გამოცდილება და ის სტანდარტები, რომელიც დამერგეთ და რა თქმა უნდა ეს გააზრებული ქონდა, სრულიად განსხვავებულია ფერმერული ცხოველების საკვების წარმოებისაგან. აქ გაცილებით მაღალ დონეზეა ასული უვნებლობის სტანდარტი, ხარისხის სტანდარტი და მეცაც დავა
დავამატებ თვითონ ხარისხი, აქ უკვე განისაზღვრება არა როგორც ხარისხიანობის, არამედ როგორც მოთხოვნის დაკმაყოფილების, ზუსტად იმ მოთხოვნის დაკმაყოფილების, რაც გააჩნია მომხმარებელს და ამ მიმართულებით, მოკლედ აი ეს მიმართულებით ძალიან ჩვენი კუთხით ვიტყვი, რომ ჩვენ აი ამ ხარისხის მიმართულებას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ფაქტურად ორმაგი დონე გვაქვს ხარისხის, არის ხარისხის უზრუნველყოფა, რომელიც უშუალოდ წარმოებაშია ჩართული და მერე გარე, ასე ვთქვათ, ხარისხის კონტროლის სამსახური, რომელიც აი ამ თვითონ წარმოებაში აღსებულ პროცესებს ამოწმებს და ვცდილობთ, რომ აი ეს ორმაგი ფენით უზრუნველყოთ და გარანტირებული იყოს ჩვენი ხარისხი ჩვენი მომხმარებლებისათვის. ბატონო გიორგი, კონკურენტულ უპირატესობაზე მინდა გკითხოთ, იმპორტირებულ და ადგილობრივ წარმოებასთან მიმართებით და ასევე პოტენციალი რამდენად არის ათვისებული და რა პოტენციალი აქვს რეალურად ჩვენს ქვეყანას იმისათვის, რომ მეშინეული ცხოველების ინდუსტრიაში ვთქვათ დამკვიდროს ღირსეული ადგილი. იმიტომ რომ თქვენ ძალიან დიდ აქცენტს აკეთებთ ხარისხზე და ალბათ ხარისხი და უვნებლობის სტანდარტების დაცვა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი. დიახ, როდესაც ჩვენ დავიწყეთ აი ამ პროექტზე მუშაობა 2021 წლიდან, ეს ძალიან კარგად ქონდა გააზრებული და ხარისხიანობა და ხარისხი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი ამ მიმართულებით. დღეისათვის არა მარტო საქართველოზე ვაკეთებ ჩვენ სწორებას, იმიტომ რომ საქართველო მაინც მცირე ბაზარია და რა თქმა უნდა ვითარდება, არამედ როდესაც ჩვენ გეგმავდით და პროექტს ვაკეთებდით, ეს იყო გათვლილი ჩვენთვის უკვე ტრადიციულ ბაზრებზე, ეს არის სომხეთი, აზერბაიჯანი, თუმცა მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ბაზარი ყველაზე მსხვილია და ეს კულტურა ჩვენთან უფრო ადვილად შემოვიდა და ადაპტირდა ვიდრე მაგალითად აზერბაიჯანში, სომხეთში და ასევე ცენტრალური აზია, რომელიც აი ყაზახეთი, უზბეკეთი, სადაც ყაზახეთის ბაზარი მაგალითად შედარებისთვის 4000 ტონა, თვეში საქართველოს ბაზარი 1800 ტონას მიაღწია აი ამ თვეებში. და შესაბამისად სწორება რეგიონული მასშტაბით ქონდა სამხრეთ კავკასია, ცენტრალური აზია, აღმოსავლეთ ევროპა და დღესაც 5 ქვეყანაში ვყიდით ჩვენ პროდუქტებს, ესენია გითხარით ყაზახეთი, უზბეკეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, მოლდოვა და ყოველწლიურად, ასე ვთქვათ, ვცდილობთ, რომ გვესმოდეს სუნთქვა ამ ინდუსტრიის, მონაწილეობთ ორი მსხვილი გამოფენა არის, ეს არის ინტერზუ გერმანიაში, რომელიც სულ ახლახან იყო რამოდენიმე კვირის წინ და მეორე არის ზოომარკი იტალიაში და იქ მიღებული გამოცდილება ცოდნა ყოველთვის წარმოდგენილია ჩვენი სტენდით, ქართული სტენდით და ვცდილობთ, რომ მოკლედ იქ არსებული ტენდენციები აქტიურად დავიტაცოთ და წამოვიღოთ ჩვენს. ასორტიმენტი რამდენად მრავალფეროვანია, იმის კვალდაკვალ, რომ წარმოების მასშტაბი წლიდან წლამდე არის მნიშვნელოვნად მზარდი. ასორტიმენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ასორტიმენტს, იმიტომ რომ მომხმარებლებს სჭირდებათ მშრალი კვება, სველი კვება, რაღაც გემოები, ჩაშლილი გემოები, მაგალითად ჩვენ ვიცით მომხმარებლები, რომლებიც ამ ახალი ტენდენციებიდან გამომდინარე საკუთარ ძაღლს დაბადების დღესაც კი უხდიან და ტორტებსაც უკვეთავენ, სპეციალურ ძაღლის ტორტებს. აქედან გამომდინარე ასორტიმენტი ძალიან მნიშვნელოვანია, ვკუთხით ჩვენ წარმოდგენილად 6 ბრენდით და ჩაშლილი პროდუქტები რო განვიხილოთ გემოებით და ასე ვთქვათ, სხვადასხვა ტიპის სხვაობებით და ახლობით 30-მდე საკვებია და ამ წელსაც აი იგეგმება, რომ 10-15 დამატებითი გემოები და დამატებითი ბრენდები შევქმნათ. იმასაც გეტყვით, რომ მაგალითად აი ამ წელს ზაფხულში უკვე დაგეგმილი გვაქვს, რომ ქართული ხასიათის ბრენდებიც გავაჩინოთ, ქართული ასე ვთქვათ. ქართული შინაური ცხოველების, მათ რეცეპტორებს მოვერგოთ? ხო, შეიძლება ასე ითქვას, უფრო მომხმარებლების რეცეპტორებს და ესენია მაგალითად ისეთი ცნობილი ქართული სახელები ერქმევა ამ ბრენდებს, ეხლა არ დავასპოილერებ, თუმცა აი ამ ზაფხულს უკვე ამ მიმართულებითაც გადავდგათ ნაბიჯებს და დაგეგმილია კიდე ბევრი სხვადასხვა პორტფელის გაფართოება. ეს არის როგორც გემოების თვალსაზრისით, ისე შეფუთვის თვალსაზრისით, იმიტომ რომ გაყიდვების არხებიც ითხოვენ სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა ტიპის შეფუთვებს და მომხმარებელზე მორგება ძალიან მნიშვნელოვანია. კი ბატონო, და წარმოების პროცესს ბუდებს მართალი ბრძანებთ, ნედლეული საკმაოდ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხარისხიანი პროდუქტის წარმოებისთვის გვჭირდება ისეთი ტიპის ნედლეული, რომელიც სამწუხაროდ ჩვენთან ახლოს, ასეთ ხელმისაწვდომი ეს ფართოდ არ არის და აქედან გამომდინარე ჩვენ გვიწევს ძალიან ბევრი ადგილიდან, სოფლის სხვადასხვა კუთხიდან, ეს ევროპიდან იქნება თუ აი მაგალითად ბოლოს ვემუშავებოდით ჩილედანაც კი რაღაცა პროდუქტების, ასე ვთქვათ, იმპორტს. აქედან გამომდინარე აი ეს დანამატები მნიშვნელოვანია
დანამატები, რაღაცა ტიპის სპეციფიკური პროდუქტები, რომლებიც ფაქტიურად იმპორტირებულია და აქედან გამომდინარე იმპორტი ის გამოწვევები, რაც თანამედროვე მსოფლიოში არის ლოჯისტიკის თვალსაზრისით ამ პოლიტიკური არასტაბილურობის გამო, რომელიც არსებობს, თავის თავს კოვებს და დამატებითი, ასე ვთქვათ, გამოწვევაა ჩვენთვის. თუმცა ამას წარმატებით უმკლავდებით საბოლოო ჯამში. რაც გვეტყვით კონკურენციაზე, როგორც ადგილობრივად, ასევე რეგიონის ქვეყნებზე და იქ, სადაც თქვენ ექსპორტს ახორციელებთ. კონკურენცია მაღალია, თუმცა საქართველოში იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ადგილზე ვაწარმოებდით პროდუქტს, საკმაოდ სწრაფად მოვიპოვეთ ლიდერის პოზიციები, იგივე განმეორდა აზერბაიჯანშიც, სომხეთშიც, იქ შედარებით მცირე ბაზრებია, თუმცა ლიდერის პოზიციები იქაც სწრაფად გამიმტკიცეთ და ჩვენი უპირატესობი ცხადია, ეს არის სტაბილურობა, ხარისხიანი პროდუქტი და მომწოდებლებისთვის, დისტრიბუტორებისთვის სტაბილურად მიწოდების არხების განვითარება, რადგან ადგილზე ვართ და ვცდილობთ, რომ ყოველთვის გქონდეს სტაბილური პროდუქტი, წარმოება იყოს ყოველთვის სათანადო დონეზე და მიწოდებაში პრობლემები არ შეიქმნას. როცა ექსპორტზე არის დიდწილად დამოკიდებული, იქ ხდება ხოლმე ძალიან ბევრი ჩავარდნები, შესაბამისად ეს სტაბილური მიწოდების პრობლემა ყოველთვის იდგა. და ჩვენ ასე ვთქვათ, ესეც გამოვიყენეთ და პრინციპში აი ამ სამ ქვეყანაში ძალიან სწრაფად მივაღწევთ ლიდერის პოზიციებს. რაც შეეხება ცენტრალურ აზიას, მოლდოვას, იქ უკვე წარმოდგენილები ვართ, უკვე 1 წელია, წელიწადზე მეტია, ვახორციელებთ ექსპორტს, ყავს ძალიან კარგი მნიშვნელოვანი პარტნიორები, თუმცა აი ყაზახეთში გეტყვით, რომ იქ ცოტა შევცვალეთ მიდგომა, საერთაშორისო განვითარებას ჩვენ ძირითადად ვცდილობთ ხოლმე პარტნიორების მეშვეობით, ანუ ადგილზე ვპოვლობთ დისტრიბუტორებს და აქედან ვაწვდით პროდუქტს და შემდეგ ისინი შლიან, ასე ვთქვათ, ქსელში. თუმცა აი ყაზახეთის შემთხვევაში ჩვენ ცოტა სხვა გზით წავედით, იქ ადგილზე დავაარსეთ კომპანია, რომელიც ლოჯისტიკურ და აი ამ დისტრიბუციის ოპერაციებში თვითონ შევიდა და ამ კომპანიის ერთ-ერთი მიმართულება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა პეტფუდი. და პარალელურად ჩვენ სხვა ბიზნეს მიმართულებებსაც ვავითარებთ, რა თქმა უნდა. ასევე გვაქვს გეგმები, რომ ცენტრალურ აზიაში გავაჩინოთ უკვე წარმოებაც და ადგილზე განვახორციელოთ, იმიტომ რომ ეს გრძელვადიანად ძალიან დიდ უპირატესობას გვზენს. საქართველოს გამოსხლებით ეს დამტკიცა და დარწმუნებული ვართ, რომ იქაც დაახლოებით იგივე მოხდება. მაგალითად, საქართველოში ჩვენ ექსპორტის წილი ძალიან სწრაფად წავარდა და დღეისათვის დაახლოებით 30% გვიჭირავს ბაზრის. ჩვენი ბრენდები არის ყველაზე რაოდენობრივად ყველაზე გაყიდვადი ბრენდები. 25,000 ტონას აწარმოებთ ბოლო მონაცემი, ასეთია. ბაზრის რა წილია ეს ჯამურად რომ გითხრათ და ასევე წარმოების ზრდის რა მაჩვენებელს განიხილავთ? 25,000 ტონა არის ჩვენი, ასე ვთქვათ, წარმადობა, არ ვაწარმოებთ 25,000 ტონას, თუმცა აი დღეს უკვე თვეში დაახლოებით ვაწარმოებთ 800 ტონამდე საკვებს, ანუ თვითონ პეტფუდს გულისხმობ, რაც წელიწადში 10,000 ტონაა დაახლოებით. კი ბატონო და ძალიან მოკლედ ბოლოს კომპეტენტოზე, პლატფორმაზე მინდა კიდევ ერთხელ გკითხოთ, რომელიც თქვენ უკვე ახსენეთ, რომელიც ცნობიერების ამაღლებას, ცოდნის, ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს დაინტერესებული მომხმარებლისთვის, დაინტერესების მასშტაბი რამდენად დიდია და ასევე სად არის შესაძლებელი კომპეტენტოსთან და როგორ დაკავშირება? ძალიან კარგი კითხვა. კომპეტენტო არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, როგორც აღნიშნე და არის სპეციალური საიტი kompetento.com, სადაც შედიხართ კომპეტენტოს საიტზე და იქ არის უამრავი ინფორმაცია, ძალიან ბევრი ბლოგია, ვიდეოა ჩაწერილი, რომელიც ეძღვნება სწორედ იმ თემას, რაც გითხარით, ეს არის პატრონის მშობლის, ასე ვთქვათ, განათლება, რომ მან სწორად აღზარდოს თავისი, ასე ვთქვათ, შეგირდი ბჭყალებში და უამრავ ვიდეოს შეხვდებით. იქ უამრავი გამოხმაურება, სხვათა შორის არის Facebook-ის გვერდი, იგივე კომპეტენტოსი, სადაც აი ამ ვიდეოებზე, აი ამ სასწავლო მასალაზე არის ძალიან ბევრი გამოხმაურება და ჩვენი, ასე ვთქვათ, თანამშრომლები ძალიან ბევრს შრომობენ იმისათვის, რომ სათანადო პასუხები გასცენ აქტიურ მომხმარებელს და აი ეს კულტურა და სწორი აღზრდის მეთოდები კვების იქნება ეს თუ სოციალურ გარემოში ადაპტირების
გავარცელოთ მაქსიმალურად მოხმარებელში, საქართველოში და მის პარკლებს გარეთაც, სადაც ვოპერირებთ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ძალიან კარგი საქმისთვის და საინტერესო ინფორმაციისთვის. იმედია ჩვენ დაინტერესებული მაყურებელი გახდება, ვინც ჯერ კიდევ არ არის კომპეტენტოს აქტიური წევრი. დაგემშვიდობებით. მადლობა. კომპანია ნუტრიმაქსის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჩიტაიშვილი იყო დილიდან ჩვენი სტუმარი და ვსაუბრობდით ძალიან საინტერესო და სენსიტიურ თემაზე შეიძლება ითქვას.